მოგესალმებით მეგობრებო, ვნახოთ, როგორი ცვლილებებია მოსალოდნელი. არაფერი არ ჩავიფიქროთ. დაჯილდოვება ხართ ძალიან ძლიერი ენერგიით. ნახეთ, რამხელა ფრთები გაქვთ. ენერგეტიკულად ადამიანი ხართ ძალიან ძლიერი. ძალიან დიდი გულით. ყოველთვის მზად ხართ გადალახოთ. უთვალავი დაბრყოლებები, როგორიც არ უნდა იყოს. ცოტათი ბრაზობთ საკუთარ თავზე. ბევრთან იქნება ფინანსების გამო და ბევრთან იქნება პირადი ურთიერთობების გამო. აი აქ პატარა გულია და კითხვის ნიშანი. ბრაზობთ, რომ ან როგორ ვერ შეამჩნიეთ ცვლილება, ან როგორ დაუჯერეთ, ან როგორ ნამეტანი გადაყევით ადამიანს, ან ფინანსებზეა საუბარი, აი ოთხიანი დგას, ან თითქოს ამბობთ, რომ ან არ უნდა გაგეცათ ფინანსები, ან რატომ არ აიღეთ ფინანსები. ან შეიძლება დიდი თანხა გაქვთ დახარჯული. მე ვხედავ, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ პრობლემები თქვენგან მოდის. თითქოს ძალიან ბევრი ნეგატიური აზრია, საკუთარ თავზე ბრაზობთ სავით. ვერ ხვდები რატომ, იმიტომ რომ დაბრკოლებები, რომელიც იყო, ეს აბსოლუტურად თქვენზე არ იყო დამოკიდებული, როგორ გამოხვიდოდით ამ დაბრკოლებიდან, ხო, მაგრამ მაინც ცდილობთ და გამოდიხართ, ანუ ებრძვით ყველაფერს და აი თითქოს თავიდან დაბადებად ჩანს, საერთოდ წლის პროგნოზში უნდა იყოს ისე, რომ აი ცრემლის შრება აქვთ, აი თქვენ უფრო ძლიერი გახდებით, ვიდრე ხართ. არის აქ ნეგატიური ფიგურებიც, ძალიან ცდილობდნენ თქვენზე მოქმედებას, ძალიან ცუდ რაღაცებს ხედა, უბრალოდ აქ გაიხსნა არხი, თეთრი არხი, სადაც ჩანს, რომ აი ეს ნეგატივი აბსოლუტურად განულებულია. ანუ შესაძლოა უბრალოდ რაღაცა ჩაიტარეთ ხო, ან ლოცულობთ, ან რაღაც მაგდაფარი, ერთი სიტყვით ძალიან დიდი მფარველობა გაქვთ და დაბრკოლებებს მაინც ებრძვით და გამოდიხართ აი ამ არხიდან და ცრემლიც გამშრალია მეგობრებო. ნერვიულობა თითქოს ნულდება თქვენი. რა მინდა გითხრათ კიდევ ვიცით? არიან მტრები თქვენს ცხოვრებაში, აქ ბევრი ვართ, ალბათ ბევრისთვის იქნება პროგნოზი უფრო ვიდრე კონკრეტულად ვიღაცისთვის, მტრები თქვენები ისჯებიან ძვირფასებო, ჯანმრთელობის გაუარესება აქვთ.